მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს რხზე. დღეს გვექნება გაშლა შენი ცხოვრების ბედნიერი ეპოქა დაიწყო და რა იქნება ამ ბედნიერ ეპოქაში, ხო? ამ ბედნიერების ეტაპზე რა გელის. სახელია ისეთი, რომ რაღაცა შოკ კონტენტი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ ისეთ სფეროებს, ხო? თუ რომელ სფეროში დაიწყება ეს შენი ბედნიერების ეპოქა. და რას მოგიტანს? რას ასიხარულო რა მაბედნიერებელი იქნება, ასე რომ და იყოს ეს გაშლა ასეთი სასიხარულო და პოზიტიური და დავიწყოთ გვექნება 3 პოზიცია. ახლა მე გავარკვევ რომელი დასტა იქნება მთავარი და დავდებ 3 კარტს, ხო? 3 პოზიციისთვის, 3 სიგნიფიკაციისთვის. აბა მთავარი წამყვანი დასტა. რომელი იქნებით? Okay. ეს იქნება ჩვენი მთავარი წამყვანი დასტა დანარჩენებს გამოვიყენებთ. რო ჩავიკითხოთ, დამხმარე ძალად ასევე რჩევისთვის გვექნება დღეს წიგნი The Book of Answers. იგივეა პრინციპში რაც ორაკულის დასტა. ასე რომ დავიწყოთ. ესე იგი, ბედნიერი ეპოქა შენს ცხოვრებაში. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ცხოვრების ამ ეტაპზე. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ციფრი 1-დან 3-ის ჩათვლით და აერჩიოთ, შეგიძლიათ აერჩიოთ ის კარტები, რომელიც დევს აქ. პირველი, მეორე, მესამე, ხო? შეგიძლიათ 3-ვეს მოусმინოთ, რადგანაც მაინც ინფორმაცია ზოგადია და საჯარო და ყველა ვარიანტში, პოზიციაში შესაძლოა დაიჭიროთ რაღაც სათქვენი, ხო? რატომაც არა. ბევრი რამ გაჟღერდება დღეს, ბევრი რამ საინტერესო, ვიღაცებმა შესაძლოა პასუხებიც კი იპოვონ, ან შვებაც კი იპოვონ ამ გაშლის სახით, ასე რომ დავიწყოთ პირველი პოზიციიდან. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლიათ დააპაუზოს. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ახლა ამ ეტაპში. სამიანი თასები. ასეთ მშვენიერ ლაღ ენერგიებში იმყოფება პირველი პოზიცია თუ არა? იქედან გამომდინარე, რომ გაშლა საჯარო და ზოგადია, ხო? და ბევრი სხვადასხვა ადამიანი უყურებს და ბევრმა სხვადასხვანაირ ადამიანმა შესაძლოა აირჩიოს ერთი და იგივე პოზიცია, აქ ვიტყვი შემდეგნაირად, ხო? უმრავლესობა მთლად ბედნიერ ენერგიებში არ არის. უმრავლესობა უფრო ღელავს შფოთვებშია, ზოგს სასიყვარულო სფეროს გამო შესაძლოა ჰქონდეს ეს, ზოგს უბრალოდ ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდეს ისეთი, ხო, მშფოთვარე, აღელვებული, რაც ლოგიკურია დღესდღეობით, იქიდან გამომდინარე თუ რა ხდება დედამიწაზე, ხო, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ყველა რაკურსით, რა რაკურსითაც არ უნდა შეხედო, ყველგან არის დაძაბულობა და სტრესი, ხო, ბუნებრივი ფაქტორია. უმეტესობა აი შფოთვაშია, უნდა რომ რაღაც უფრო მეტი სილაღე იყოს. მაგალითად შესაძლოა ზოგს უნდოდეს და კონდეს სურვილი, რომ აი მეგობრებს შეხვდეს, სადმე წავიდეს, გავიდეს, უფრო ლაღად იყოს, უფრო მშვიდად იგრძნოს თავი. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პირველი პოზიცია აირჩია, ვინც საკმაოდ ისეა შემართებით რა, გამოვიდა უკვე რაღაც რთული პოზიციებიდან და უკვე ისეა, რომ კაი, მოდი რაღაც ახალი დავიწყოთ, ხო? ასე რომ აქ ამ ორ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ მე და თქვენ რომელიც გაწყობთ და რომელიც, გრძნობთ, რომ აი თქვენზეა, ის მოირგეთ. მაგრამ უფრო მეტი კონკრეტულობისთვის კიდევ დამატებით მითხარით, რა ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. რა ენერგიებში იმყოფება აქ პირველი პოზიცია. აქ ვიღაცასთან დაკავშირებული სიტუაციებია, ვიღაცასთან შესაძლოა შეგეცვალათ სიტუაცია, არასტაბილური ურთიერთობები გაქვთ ვიღაცასთან, ან ურთიერთობა, რაც უფრო მეტად შესაძლებელია აქ, ეს აქ ვიღაცასთან დაკავშირებით სიტუაცია. უმრავლესობისთვის აქ არის ვიღაც პიროვნება, თასების მეფე ამოვიდა, ვიღაც პიროვნება, ვისთანაც რაღაც სიტუაცია შეიცვალა, ან გაცივდა, ან დისტანცირდით, ან გაურკვევლობა თქვენ შორის, ხო? რის გამოთაც შესაძლოა აქ პირველი პოზიცია ღელავდეს, ან იყოს ისეთ აღელვებულ ემოციებში და გრძნობებში, ხო?
თუ არ არის კონკრეტული პიროვნება, მაშინ აქ არის ემოციური ფონი ისეთი, ცოტა მღელვარე, მჩქეფარე და არასტაბილური, ხო? მაინც მივდივართ იქ, სადაც დავიწყე ახსნა ამ პირველი პოზიციის ენერგიის, ხო? ასე რომ თუ გრძნობთ, რომ რაღაცნაირად აი მოგდით ეს პოზიცია ახლოს, თქვენთან მოდის ეს პოზიცია, მაშინ მოусმინათ. თუ გრძნობთ, რომ არა, თქვენზე საერთოდ არ არის, მოусმინეთ სხვა პოზიციებს. კარგი, დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ. პირველ პოზიციასთან თქვენ დამელაპარაკებით, თუ თქვენ. ორივე პრინციპში, მაგრამ დავიწყოთ ამით, ხო? კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ სფეროები. ნახოთ, გადმომივარდა ხონი აქ კარტები და ნახოთ სფეროები, ხო? რომელ სფეროში, პირველ პოზიციის ცხოვრების რომელ სფეროში აი ახლა დაიწყო ბედნიერი ეპოქა. ხო? ეს ბედნიერი ეპოქა იწყება. აყვავება, ბედნიერება, სიხარული პირველ პოზიციის ცხოვრებისეულ რომელ სფეროში. მაღალი არკანით გვაჩვენეთ. არა მოდის კარტი სასიყვარულო ურთიერთობები, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები. თუ საერთოდ ყველა სფერო. სასიყვარულო. პირველ პოზიციასთან მე ვიტყოდი სასიყვარულო სფეროში უმრავლესობისთვის, აქ უფრო მეტად ისეთი ეტაპია, როდესაც აი რაღაც უნდა გაიარო ეს ან თუ ხართ ურთიერთობაში რაღაც კრიზისი ურთიერთობაში, უბრალოდ უნდა გადაიაროთ, ან თუ არ იმყოფებით ურთიერთობაში, ზუსტადაც ეს, რომ ეს რაღაც კრიზისული მომენტი, ან პაუზა, ან საერთოდ რომ არაფერი არ ხდება ურთიერთობებში, ხო, სასიყვარულო ურთიერთობებში, ზუსტადაც ეს ეტაპი უნდა გაიაროთ, ხო, ვისთვის, რომელიც მისაღებია, იმის მიხედვით მოირგეთ, ხო, მაგრამ ზოგადად სასიყვარულო ურთიერთობებში ახლა არის ესეთი ეტაპი, როდესაც აი უნდა გაიაროთ უბრალოდ ეს ეტაპი და ალბათ სხვა სფეროზე უფრო მეტი ფოკუსი გადავიტანოთ, ხო? უფრო სხვა სფეროზე გავაკეთოთ აქცენტი. კარგი. თვითგანვითარება. თვითგანვითარებაში არ ჩვეულებრივი ენერგეტიკული, ენერგიული და დინამიური და დრაივული კარტი გვაქვს, ასე რომ ვისთვისაც აქტუალურია და ვისაც აქვს სურვილი, რომ ის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს და როგორც ვიცით, ყველა ცვლილება ჩვენგან იწყება და თუ გაქვს სურვილი, რომ დაიწყოს ცვლილება შენ ცხოვრებაში, დაიწყე საკუთარი თავით. და ეს ძალიან მალე ხდება აქ, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ლოდინის კარტი, რომ აი მე რაღაცა დავიწყე, ვითარდები და მოწყენილი ვარ მაინც, ხო? არა, არამედ პატარა რაღაცასაც თუ გააკეთებს აქ პირველი პოზიცია საკუთარი განვითარებისთვის, ხო? ეგრევე იქნება უკუ ენერგია, ხო? უკუ კავშირი ენერგიის სახით. ეგრევე იგრძნობთ თავს უფრო მეტად, აი როგორ თქვა, უფრო მეტად ხალისიანად, ენერგიულადაც თქვენს ცხოვრებაშიც შეხედავთ ამ ეფექტს. ჯანმრთელობა. ოკეი, ჯანმრთელობა, კარგი, ფინანსები, კარიერა, სამსახური, ოკეი, ფინანსები თუ ყველა სფერო. ბუნებრივია ყველა სფეროში შესაძლოა იყოს რაღაც სასიყვარულო რაღაცები, მაგრამ ბედნიერების ეპოქა აქ იწყება პირველი პოზიციისთვის მის ჯანმრთელობაში, და კარიერა სამსახური. ორივე, კი ბატონო, აქ ეს ორი სფერო გვაქვს, ესე იგი ეს ორი სფერო არის აქ წამყვანი. კი. სასიყვარულო სფეროში იწყება. სასიყვარულო სფეროში აქ არის განვითარება, მაგრამ ეს არ არის მთავარი წამყვანი სფერო, ხო? სასიყვარულო სფეროში უფრო ისეთი მომენტია, აი თვით განვითარების, თუმცა დროის ფაქტორი აქვს, საჭიროა დრო სასიყვარულო სფეროში. აქ უფრო მეტად დრო არის საჭირო. ეს არ არის ის სფერო, სადაც აი ახლა ამ წუთას რაღაცას ის იწყება დინამიკა, ხო? რაღაც ცოტა დრო არის საჭირო იმისათვის, რომ აქაც დაიწყოს რაღაც ისეთი ცვლილებები, ხო? თუმცა ცვლილებების გზაშია, მაგრამ თავარი წამყვანი ბედნიერული ეპოქალური კარტი და სფერო არ არის მანდამაინც სასიყვარულო ურთიერთობები აქ პირველ პოზიციასთან. აქ უფრო მეტად გამოდის წინა პლანზე, ასე რომ ვთქვათ, ჯანმრთელობა და კარიერა სამსახური. ასე რომ ამ ორ სფეროს შევეხებით ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს საჯაროა მეგობრებო, მანდამაინც ახლა მიირთყამთ შტამპს, რომ აუ, всё, მარტო ეს ორი სფერო და მეტი არაფერი, ასეც არ მივუდგეთ, ხო? კარგი, დავიწყოთ.
გავიგეთ, დავიწყოთ ჯანმრთელობით, ხო? ჯანმრთელობით დავიწყოთ. ბოდიში მეგობრებო, მომიწია დაპაუზება. ხო, დავიწყოთ ჯანმრთელობის სფეროდან, ხო? ბედნიერების ეპოქა, ჯანმრთელობის სფერო. კარგი, ჯანმრთელობის სფერო პირველ პოზიციასთან. რა ბედნიერება არის აქ ჯანმრთელობის სფეროში? რა ბედნიერების ეპოქა არის აქ ჯანმრთელობის სფეროში? პირველ პოზიციასთან. ოკეი. ესე იგი, აქ შემდეგი ინფორმაცია. ვისთვისაც იყო აქტუალური, ხო? იქნება აქ ფიზიკური ჯანმრთელობა თუ მენტალური ჯანმრთელობა, აქ იყო სიტუაცია იმაში, რომ ვიღაცამ შესაძლოა მართლაც ოპერაცია გაიკეთა, შეხვეული ქონდა თავი, ხელი, ხო? ან უბრალოდ ენერგეტიკულად არ გრძნობდა ენერგიას, ხო? გრძნობდა თავს, როგორ თქვა, ძალა გამოფიტული, უენერგიოდ, რომ მოთენთილი, რომ რაღაცა ვერაფერზე ვერ ეწყობა, ბევრი რამე გაიარა შესაძლოა აქ პირველმა პოზიციამ, რამაც ზეგავლენა იქონია მის მენტალურ ჯანმრთელობაზე, მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ენერგეტიკულზეც, ხო? რის გამოთაც იყო რაღაც გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, ხარვეზები და ისი არ იყო ჯანმრთელობის სფერო, როგორც უნდოდა პირველ პოზიციას, ხო? ეს სწორდება აქ, იმიტომ რომ აქ არის მოზღვავება ენერგიის, ძალიან, როგორ თქვა, როგორ გრძნობ, რომ მთებს გადაატრიალებ. ყველაფერი შეგიძლია, ყველაფერი გინდა რომ გააკეთო, მოკიდო რაღაცებს ხელი, რას გულისხმობ, იცით? მოკიდო ხელი რაღაც საქმეს, მიიყვანო ის ბოლომდე, ან რაღაც განახორციელო, პროექტი განახორციელო და ასეთი ენერგია, რომ მზათა ხარ ამ ენერგიას მიცე მიმართულება და ეს ენერგია მოგდის შინაგანად და შენ თვითონაც ავსებული ხარ ამ ენერგიით და გინდა რაღაცაში ჩადო. მთავარი რაც იგრძნობა არის რაღაც ასეთი მდგომარეობა არის აქ პირველ პოზიციასთან. უმეტესობისთვის, უმრავლესობისთვის ეს არის მენტალური უფრო თუ ფიზიკური, თუ ორივე. მენტალური, ფიზიკური. არა, უფრო მეტად ეს არის მენტალური. უფრო მეტად ეს არის მენტალურ დონეზე, მენტალური ენერგია და ზოგადად ენერგიის მოზღვავება, რომ მე რაღაც შევძლო, რომ მე რაღაც გავაკეთო. ვიღაცა შესაძლოა საერთოდ მოწყენილი იყო, მელანქოლიურად იყო განწყობილი, ან საერთოდ აღარ ქონდა იმედი, რომ რაღაცას აქვს აზრი. შესაძლოა აქ ზოგს ეგონა, რომ საერთოდ რას აქვს აზრი. ვიჯდები ჩემთვის, ჩემს კომფორტულ ზონაში, მე საკმარისად უკვე დავიტანჯე ამ ყველაფრიდან და მოდი ვიჯდები იქ, სადაც ვზივარ რა, არავის არაფერს არ ვენდობი, სამყარო საერთოდ ძალიან სახიფათო ადგილია და რაღაც ასეთი აზრები შესაძლოა აწუხებ და ზოგს კიდეც. ამიტომ აქ არის ზუსტად ბედნიერი ის მომენტი, ბედნიერება იმ მომენტში, რომ ამ მდგომარეობიდან გამოდის პირველი პოზიცია და შედის საერთოდ ტოტალურ ენერჯაიზერის პოზიციაში, სადაც სავსე არის ენერგიით, იდეებით, კრეატიულობით და შემართებით და მზად არის რაღაცები აკეთოს, რაღაცები შექმნას და რაღაცები მართოს მის ცხოვრებაში. უფრო მეტი სიძლიერე და უფრო მეტი საკუთარ თავში დარწმუნებულობა შემოდის თქვენს ჯანმრთელობის სფეროში, ასე რომ არაჩვეულებრივია ეს. ბევრს გგონია ხოლმე, რომ რაღაც ჯანმრთელობა ისეთ საკითხია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ინდივიდუალურ სესიებზეც არც ისე აქტუალური, ხო? ჯანმრთელობა ოკეი, კი რაღაცა. და სანამ არ შეგვექმნება პრობლემა, მანამდე რაღაც ძალიან ისე ვუყურებთ ამ ჯანმრთელობის სფეროს, მაგრამ რეალურად აქედან იწყება ყველაფერი, ხო? თუ აქ არ არის ენერგია, სხვა სფეროებშიც აღარ არის ენერგია და რაღაც ისეთი ეს ხო ჯაჭვით მოქმედებს ყველა სფერო, ერთმანეთზე არის დამოკიდებული და თუ აქ რაღაც ბლოკია, სხვა სფეროებშიც არაფერი არ ხდება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს მართლა სასიხარულო ამბავი აქ პირველი პოზიციისთვისაც, რომ გილოცავთ პირველ პოზიციას. სხვათა შორის, მთავარი აქ ისიც არის, რომ შესაძლოა ამის მიზეზი ზუსტადაც გახდეს ის, რომ ვინმემ მიმართოს პროფესიონალებს მაგალითად, ხო? ეს შესაძლოა იყოს კოუჩი, ფსიქოლოგი, ან სულიერი გურუ მაგალითად, ვინც დაგეხმარებათ რაღაც იმ საკითხების გარკვევაში, გამორკვევაში, რაც აქ გაწუხებთ ან გაწუხებდათ, ხო? გაჩნია ახლა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვის რა თემა ჰქონდა და რა აწუხებდა კიდევ ერთხელ, ხო? მაგრამ ეს ჯანმრთელობის სფერო მართლაც ძალიან ისე იქნება აქ და ძალიან სასიხარულო მიხარი. კარგი. კარიერა სამსახური ძალიან ისეთი კარგი გვაქვს აქ, ამას გავწევ. კარიერა სამსახური. კარიერა სამსახურში აქ რა ბედნიერი
ეპოქა იწყება კარიერა სამსახურში აქ პირველ პოზიციასთან. რა ბედნიერი ეპოქა. მე ვიტყოდი აქ კარიერა სამსახურში სასიხარულო შემოთავაზება, აქ კოლაბორაცია, ბიზნეს პარტნიორობა, ვიღაცამ რაღაცა შემოგთავაზოთ, ვიღაცამ გაჩუქოთ რაღაც იდეა, შემოთავაზება, ხო? აი, რაც თქვენ გაგახარებთ ძალიან და წაგწევთ წინ. ეს ასევე არა მარტო შემოთავაზება შესაძლოა იყოს, ეს შესაძლოა იყოს ახალი საწყისი, თქვენი პროექტი. ვიღაცამ მოგაწოდოთ იდეა, ან თქვენ მოგივიდეთ ეს იდეა. აქამდე რაღაცა ბოლომდე შესაძლოა არ იყო ჩამოყალიბებული, ხო, რაღაც იდეა, ან გეგმა გქონდათ ჩონჩხის სახით, მაგრამ აი ბოლომდე მაინც არ იყო ეს ყველაფერი, ხო? და ახლა ზუსტად ეს მომენტია, რომ всё, მე ვიცი, როგორ რა გავაკეთო და აი ეს რაღაცა იწყება, ხო, რაღაცა ახალი პროექტი, ახალი იდეა, რაღაცა ისეთი საწყისი თქვენს კარიერაში, იქნება ეს შემოთავაზება კიდევ ერთხელ თუ პროექტი, რაც გავსებთ თქვენ და ძალიან გახარებთ. აქ რაღაც ახალი წამოწყება არის, კი, ისეთი, აი აქ შემდეგ შედარებას მოვიყვან. აი ბავშვი რო იბადება, ხო? ეს ხო არის რაღაც ახალი ჩვენთვის, აი რაღაცა საერთოდ ახალი საწყის, ხო, აი ბავშვის დაბადების ტოლფასია, ის იდეა თუ პროექტი თუ წამოწყება, რასაც აქ პირველ პოზიცია განახორციელებს მის კარიერას და სამსახურის სფეროში, ხო? აი რაღაცა ახალი, საერთოდ ახალი, რაც ძალიან წინ წაწევს თქვენს კარიერას. მართლა ძალიან მაგარია ეს. აი უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ, თუ არის შესაძლებელი აი ამ ინფორმაციის. ბევრი რაღაც არის აქ თქვენს კარიერაში, ბევრი რაღაც არის და ყველაფერს ვერ მოგვიყვებიან, იმიტომ რომ რთულია, თან პლუს ზოგადი გაშლა და ყველასთვის ერთი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ ზოგად რაღაც ენერგეტიკულად რომ აგვეღწეროთ, რა ბედნიერი ეპოქა იქნება აქ კარიერა. პენტაკლები, ანუ მე ვიტყოდი აქ პირდაპირ ფული, ხო? რაღაცა ფული, უფრო სტაბილური შემოსავალი, მაღალი შემოსავალი, ვისთვისაც ეს აქტუალური იყო, ვინც იშრომა, ვინც ჩადო, გაიღო რესურსი, შრომობდა, ხო? რაღაცას აკეთებდა. ან ეს აიწყებს რაღაცის კეთებას და შრომას, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დაგიფასდებათ. აუცილებლად, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი ფინანსური ფონია, ძალიან სტაბილური, პერსპექტიული შემოსავალი. აი, თუ მაგალითად იყო ეს რაღაც ინტერნეტ ბიზნესი, ხო, რაღაც სოციმედიები, ანუ არ ვიცი, 1000 რაღაც, რაც ინტერნეტთან არის კავშირში, ბევრი ფოლოვერი, ესეც აქ, ბევრი ფოლოვერი, გამომწერი, ფინანსურად კარგი შემოსავალი, აქტუალურობა იმ იდეის, ან იმ პროექტის, რასაც იწყებთ, ან რაც დაიწყეთ და განავითარეთ, ხო? აი, საოცარი ენერგიებია აქ თქვენს კარიერაში და სამსახურში მინდა ვთქვა. კარგი, მაშინ რა რეკომენდაციას მოგცემთ პირველ პოზიციას ტარო, აი თქვენს კარიერაში და სამსახურში რა არ შეგეშინდეთ, აი იცოდეთ, რომ აი ახლა პირველ პოზიციას შესაძლოა ზის ისეთ ნავში, რომ აი ეშინია, რომ რა გავაკეთო. ხო, თვითონ უძღვება ამ სიტუაციას, ან ვინმე ეხმარება, მარტო არ ხართ, ესეც იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ ასეთ სიტუაციაში, ხო? არ ხართ მარტო. ნუ გეგონებათ, რომ მხოლოდ თქვენ გჭირთ ასეთ რაღაც კრიზისული სიტუაცია, მხოლოდ თქვენ გაწუხებთ ნერვიულობა და შფოთვა, არა, ყველას გვაწუხებს ეს. მაგრამ იცოდეთ ის მნიშვნელოვანი, ხო? მნიშვნელოვანი რჩევა აქ პირველ პოზიციისთვის, რომ იცოდეთ, რომ აი ეს რაც თქვენ როგორ თქვა, ეს რაც თქვენ გავსებთ და ეს რაც თქვენ მოგწონთ, ნუ შეუშინდებით ამის რეალიზებას. ნუ შეუშინდებით სწრაფვას იმ მიზნისკენ, რაზეც სულ ოცნებობდით, ან რაზეც ახლა ოცნებობთ, ხო? ნუ შეგეშინდებათ. თამამად წადით, მიენდეთ სამყაროს, რა თქმა უნდა, იმოქმედეთ, მაგრამ გჯეროდეთ. აი, პოზიტიური განწყობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი აუცილებლად გამოვა, ხო? კარგი, ნახოთ ზოგადად ახლა ჩვენ პრინციპში მიმოვიხილეთ, ასე რომ ვთქვათ, მიმოხილვა გავაკეთეთ იმ სფეროების, რაც აქ იქნება როგორ თქვა, იმ სფეროების, სადაც იქნება ბედნიერი ეპოქა, რომელშიც იწყება ბედნიერი ეპოქა პირველ პოზიციისთვის და ვნახოთ რა უნდა
გაითვალისწინო საკვირველმა პოზიციამ, რომ ეს ბედნიერების ეპოქა მაქსიმუმ გამოიყენოთ და განავითაროთ, ხო? რა უნდა? უნდა გააკეთოთ არჩევანი, ხო? არ მიყვარს ეს სიტყვა უნდა, მაგრამ რჩევა ასე რომ ვთქვათ. აირჩიეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ, გულით რაც მოგწონთ, ხო? ნუ გააკეთებთ არჩევანს მხოლოდ ფულის გამო, რომ აი იქ უფრო მეტი ფულია და მოდი ამას ავირჩევ. არა, თქვენი მთავარი არჩევანი უნდა მოდიოდეს თქვენი გულიდან და იმისგან, რომ აი რას მოუტანს ეს ასევე სხვა ადამიანებსაც, ხო? მე მომწონს, რასაც ვაკეთებ და სხვებსაც მინდა, რომ რაღაცით ეს რაღაცა, რასაც მე ვაწარმოებ თუ ვაკეთებ თუ კიდე რაღაც დაეხმაროს, ხო? აი ეს იყოს მთავარი, ანუ ფასეულობა ამ საქმიანობის ან იდეის იყოს არა მხოლოდ ფულში და შემოსავალში, არამედ მის სიღრმეში და ხარისხში. აი ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან. ასევე გააკეთეთ არჩევანი. აირჩიეთ ის, რაც არის ახალი, რაც თქვენს გაინტერესებთ და აი გრძნობთ, რომ ეს არის სათქვენო, ხო? ასევე არ გამოურიცხავ აქ კოლაბორაციებსაც. თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მხოლოდ თქვენ არა, არამედ ვინმე კიდე ადამიანთან ერთად წამოიწყოთ რაღაცან, განახორციელოთ რაღაცან, თანამშრომლოთ, კოლაბორაცია გააკეთოთ, welcome. ძალიან კარგი იქნება, ხო? და ზოგადად რჩევა პირველი პოზიციისთვის, რჩევა პირველი პოზიციისთვის მისი ცხოვრებისთვის ახლა. აი ამ ბედნიერი ეტაპის და ბედნიერი ეპოქის მაქსიმუმ კიდევ ერთხელ გამოყენებისთვის. Move on. გააგრძელეთ სვლა, ხო? წადით წინ. ნუ დაპაუზდებით და აი ასე მედოთითი და ამასაც წავიკითხავ, ხო? There is no guarantee. ანუ წადით წინო, მაგრამ აქ არ არის გარანტიაო. ასე რომ აქ მე ვიტყოდი რაღაც რისკის ეფექტიც არის, ხო? ანუ წადით წინ, იმოძრავეთ, მაგრამ არავინ არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აი აქ ამას მიაღწევა, აი ეს ასე იქნება, ან ის ისე იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ყველაზე სანდო ამ დროს არის ჩვენი ინტუიცია, რადგან ზუსტადაც ინტუიცია არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ იმას მაინც გავაკეთებთ, რაც ჩვენი მისიაა, რის მიმართაც ჩვენი გული ილტვის, ჩვენი სული ილტვის, ხო? ასე რომ მოусმინეთ თქვენს შინაგან თავს, აუცილებლად დაწონეთ და იმოქმედეთ, იმოძრავეთ. ეს იყო ინფორმაცია პირველი პოზიციისთვის, მადლობა პირველ პოზიციას, აუცილებლად დატოვეთ თქვენი უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით, დალაიქეთ ეს ვიდეო, ვისაც მოგეწონათ, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ კიდევ მაქვს Instagram გვერდი, სადაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვდებ ხოლმე და ძალიან სხვადასხვანაირ ინფორმაციას, საინტერესოს, ზოგადად ეზოთერიკის სახის, ხო, რაც ეხება ეზოთერიკას და არა მარტო, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხები, აუცილებლად გამოიწერეთ. ხოლო სურველებს მატრიცის კონსულტაციისთვის და ტარო სესიისთვის გელოდებით სესიებზე. ჩემი კონტაქტები არის ამ ვიდეოს ქვემოთ. მადლობა ყველას და დროებით. მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ, რა ენერგიებში იმყოფება ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე მეორე პოზიცია. სიკვდილის არკანი. ტრანსფორმაცია. მეორე პოზიცია, მე ვიტყოდი, რაღაც დაასრულა მის ცხოვრებაში ახლა, ხო, ყველასთვის ბუნებრივია, მეგობრებო, ეს არის საჯარო გაშლა და ყველასთვის სხვადასხვა რაღაც შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ აზრი მდგომარეობს იმაში, რომ რაც არ უნდა იყოს ეს რაღაცის დასრულება. მეორე პოზიციამ რაღაცა დაასრულა, ან პროცესში არის, რომ აი ეს მოხდეს, ხო? ურთიერთობა დაასრულოს, ან რაღაცა დაასრულოს. ისეთი გადამსვლელი მომენტი ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ აი ამ პუნქტს ვასრულებთ და აქედან გადავდივართ აქეთ და ვართ სადღაც აი ამ მომნაკვეთში, რომ აი აქედან გადავიდეთ აქეთ, ხო? რაღაცა ისეთი სასაზღვრო მომენტში რომ ვიმყოფებით ჩვენი ცხოვრების, რომ ერთ მხრივ არც ძველ ცხოვრებაში აღარ ვიმყოფებით, მაგრამ მეორე მხრივ ჯერ არც
ახალ სტადიაზე არ გადავსვართ, ხო? რაღაცა ასეთ ეტაპში იმყოფება, მე ვიტყოდი აქ მეორე პოზიცია. ნახოთ უფრო ვრცლად, ხო? კიდევ გვაჩვენეთ მეორე პოზიცია რა ენერგიებში იმყოფება ახლა. კრიზისულ მომენტში ეს King of Pentacles ვინმეა თუ თვითონ მეორე პოზიცია? ვინმე. აქ ვიღაც ამოვიდა, ვიღაცასთან შესაძლოა აქ მეორე პოზიციას კრიზისი აქვს. ეს შესაძლოა იყოს მისი სასიყვარულო ურთიერთობა, ეს შესაძლოა იყოს მისი ნათესავი ან მეგობარი, მაგრამ აშკარად ისეთი ადამიანი, ვის გამოთაც არის აქ კრიზისში. კი ბატონო, ერთი წუთით მეგობრებო, კატა ზის რაღაც აქ ასე ძალიან ხმა გქონდა იმ პარკს. ხო, ვის გამოთაც არის რაღაც ეს კრიზისული მდგომარეობა, ან რის გამოთაც არის გამოწვეული, ხო? რაღაც რაც ხანგრძლივად მიმდინარეობდა, შეიცვალა, ან იცვლება, ან შეცვლის პროცესშია. მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რაც იწვევს ამ სიკვდილის არკანის განცდას, ხო? კარგი, თუ გრძნობთ, რომ რაც მე ახლა გავაჟღერი თქვენზეა, აგრძელებთ მოსმენას. თუ გრძნობთ, რომ არა, მოსმენთ სხვა პოზიციას. ვინც ჩემთან რჩება, ვაგრძელებთ, ხო? კარგი, ვნახოთ ახლა ეს ბედნიერების ეპოქა, რაც დაიწყო მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ეს ესაა, ხო? დაიწყო, რომელ სფეროს ეხება და რა ბედნიერი იქნება იქ, ხო? საბედნიერო, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ ზოგადად და ენერგიის კუთხით. კარგი, დავიწყოთ მაღალი არკანით, მაჩვენეთ ის ცხოვრებისეული სფერო, სადაც დაიწყო. კარგი იყოს უფრო დაიწყო ბედნიერი ეპოქა მეორე პოზიციისთვის. სასიყვარულო სფერო, თვით განვითარება, ჯანმრთელობა, კარიერა, სამსახური, ფინანსები თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო მიდის წინ, თუმცა არის ბევრი ღელვა, ნერვიულობა და დაურწმუნებლობა თუ სად მიდის ეს მდგომარეობა და ეს ვითარება. თვით განვითარება, ჯანმრთელობა, კარიერა, სამსახური, ფინანსები თუ ყველა მე ვიტყოდი ყველა სფეროში იქნება რაღაც ისეთი. აქ ყველა სფეროში? კი, ყველა სფეროში იქნება აყვავება და ენერგიის გამოღვიძება. ყველა სფეროში იქნება აქ ზაფხული, ხო? გამოზაფხულდა ყველა სფეროს შეეხება, მაგრამ თავარი ესეთი მაღალი არკანებით მიგვითითეს და მიგვანიშნეს, რომ ეს არის თავარი გამოკვეთილი სფეროები, სადაც ბედნიერი ეპოქა დაიწყო. ეს არის კარიერა? კი, კარიერა სამსახურში აქ დიდი რაღაც იცვლება მეორე პოზიციასთან. აუცილებლად განვიხილავთ. ჯანმრთელობა, ვაუ, და სიკვდილის არკანი, რომელიც არის აქ. კი, ჯანმრთელობაშიც, ხო, რაღაც ესეთი. მესამე არკანი, მეგობრებო, ჯანმრთელობის სფეროში 3 მაღალი არკანი. უეჭველი განვიხილავთ ჯანმრთელობის სფეროს აქ. კარგი, კიდევ, მივხვდი, რომ ყველა სფეროში იქნება ცოტა რაღაცები, მაგრამ ყველა სფეროს განხილვა ძალიან რთულია, ხო? ამიტომ თან ასე საჯაროდ. ამიტომ კიდევ ჩავკითხები. მესამე სფეროთ რა განვიხილო აქ მესამე სფეროთ კიდე რომელიმე? არა. მესამე სფეროთ არა, შემიძლია აქ სასიყვარულო სფერო. სასიყვარულო სფეროსთვის რამე რჩება? ხო, რაღაც ისეთი რჩება აქ. ძირს შფოთვები სასიყვარულო სფეროში. კარგი, დავიწყოთ ახლა ჩვენ განხილვა. დავიწყოთ ეს ასე გავწიოთ და დავიწყოთ ჩვენ კარიერა სამსახურის თემით. კარგი, კარიერა სამსახურში რა ბედნიერი ეპოქა დაიწყო მეორე პოზიციის ცხოვრებაში. მაჩვენეთ, ხო? რა არის ეს? 7 და კვერთხების დედოფალი, მეგობრებო, ვინც რაზეც ოცნებობდა, არაჩვეულებრივი ეტაპია, რომ ეს განახორციელოთ და დიდი პერსპექტივები აქ მეორე პოზიციას, რომ ეს ყველაფერი რეალობად აქციოთ. ოცნება იყო ეს, გეგმა იყო ეს, არაჩვეულებრივი ეტაპია, რომ უბრალოდ განახორციელოთ ეს. ამაში
მდგომარეობს ბედნიერების ეპოქა, ხო? ვინც რაზეც ფიქრობდით, ოცნებობდით, გეგმებში გქონდათ, მანიფესტირებდით, არ ვიცი, ვინ რას აკეთებდა, ვიზუალიზაცია იყო, ოცნება იყო, თუ ფიქრი იყო, თუ რაც იყო, დრო არის, რომ ეს განახორციელოთ, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ბედნიერება აქ, რომ კარიერაში და სამსახურში გააკეთოთ ის, რასაც ამდენი ხანი ან ვერ ბედავდით, ან არ აკეთებდით, ან კიდე რაღაც სხვა მიზეზები გქონდათ. ან ვიღაცას შესაძლოა არ გქონდა ამის შესაძლებლობა, ხო, ფინანსურად, მაგალითად. ვიღაცას უბრალოდ რესურსი არ გქონდა, ენერგეტიკულად ამისი. მაგრამ ახლა არის არაჩვეულებრივი მომენტი, იმიტომ რომ ზუსტად თქვენს სამსახურში, კარიერაში გაქვთ, როგორ თქვა, მზე ამოდის თქვენს კარიერაში და სამსახურში, ასე რომ არაჩვეულებრივი მომენტი, რომ იმოქმედოთ, იმიტომ რომ გაგიმართლებთ და მაგრად გამოვა აქ. ესე იგი, აქ უბრალოდ ადგეს და გააკეთოს. აუცილებლად უბრალოდ მიყევით თქვენს ინტუიციას. ქურუმი ქალი, მეორე პოზიცია გრძნობს აქ. როგორ რა გააკეთოს და როგორ იმოქმედოს. მთავარია, რომ თუ არ აყვებით შფოთვებს, თუ არ დაიწყებთ ძალიან ბევრ ფიქს, უბრალოდ რომ ზიხარ და ფიქრობ და მეტი არ არაფერი, ხო? თუ ასეთ რაღაცებს არ დაიწყებთ აქ და არ გადაუხვევთ სხვაგან და თქვენს ინტუიციას არ მოწყდებით, აქ გაარტყამთ ზუსტად იმ მიზანში, რაც აქამდე გინდოდათ, რაზეც ოცნებობდით, რაც ძალიან მაგარ რაღაცებს მოიტანს თქვენს კარიერაში და სამსახურის სფეროში. ასე რომ თამამად იმოქმედეთ. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას აქ. ბევრი ფიქრობს, რომ რაღაცა მოვусმინე ადრე ჩემს გრძნობებს, ან ჩემს ინტუიციას და რაღაც არ გამომივიდა, ან ბევრი შესაძლოა რაღაც კრიტიკულად უყურებს თავის ინტუიციას, ან უიმედოდ უყურებს ინტუიციას, რომ რას გამომივა და რაღაცა მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ თქვენი ინტუიცია აგისრულებთ აქ ოცნებას, სურვილს, გეგმას, თუ რაც იყო აქამდე, ხო? და რაც გაქვთ ახლა თქვენს კარიერაში და სამსახურში. თამამად იმოქმედეთ. არაჩვეულებრივი მომენტი ამისთვის. მაგარი მომენტია, მართლა. კარგი. პრინციპში გავიგეთ კარიერაში რაც არის, ამას ავიღებ და გადავდებ. ეხა ნახოთ ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაში რა ბედნიერი ეპოქა იწყება აქ მეორე პოზიციასთან. მეჩვენეთ. ჯანმრთელობაში რა ბედნიერება. მავნე დამოკიდებულებების გადაგდება. ვინც იყავით დამოკიდებული? აქ ვინმეზეა დამოკიდებულება თუ რამეზე? ვინმეზე? ვინმეზე, აქ დამიხედეთ. ვინმეზე, ხო? გაგახსენებთ და შეგახსენეთ უბრალოდ, რომ ჯანმრთელობის სფერო აქ ჩვენ გვაქვს მენტალური და ფიზიკური და ენერგეტიკულიც, ხო? ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ხელი, ფეხი, არამედ ჩვენი სულიერი მდგომარეობაც, რა თქმა უნდა, და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ასე რომ აქ ყველა ამ ასპექტს განვიხილავთ და ამოგვივით და არკანი და მანამდე ხო ვიკითხეთ და სულ არკანებით აგვიჩნდა, ასე რომ აქ ძალიან ყურადღებით ბედნიერი ეპოქა დაიწყო თქვენს ჯანმრთელობის სფეროში. აქ არის დრო, მომენტი, როდესაც არ ვიცი, აქ შემიძლია ასეც თქვა. ვისაც ეგონა, ხო? ვისაც ეგონა, რომ ჯადო გამიკეთა, რაღაცა გამიკეთა, ვიღაცამ რაღაცა, ასე რომ თქვა, ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ უნდა გამოვიყენოს, იჩალიჩა ჩემზე და რაღაცები, აქ ეს ყველაფერი საერთოდ იხსნება თქვენგან, ხო? არ ვიცი რა მიზეზით ხდება ეს. ვიღაცამ შესაძლოა რაღაც პენდები ჩაიტარა, ვიღაცას უბრალოდ არ სჯერა, ვიღაცამ ლოცვა წაიკითხა, არ ვიცი, მაგრამ აქ იხსნება ყველანაირი ნეგატიური ზეგავლენა, რაც იყო გაკეთებული თქვენს მიმართ ვიღაც პიროვნებიდან, ეს ერთი ინტერპრეტაცია. მეორე, თუ იყავით ვინმესთან დამოკიდებულ სიტუაციაში, დამოკიდებულ მავნე ტოქსიკურ ურთიერთობებში, ეს სრულდება. მესამე, თუ იყავით რამეზე დამოკიდებული, ესეც სრულდება, ხო? ასე რომ ამ სამიდან შეგიძლიათ ნებისმიერი მოირგოთ, რომელიც უფრო ახლოს მოდის თქვენს სიტუაციასთან. ვიღაცასთვის შესაძლოა სამივე იყოს, ხო? ასე რომ აქ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. მე ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია და ახლა უკვე თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რომელი ამ სამიდან, ხო? ესე იგი, აქ თავისუფლდება რაღაც ისეთ აუცილებლად აქ მეორე პოზიცია აკეთებს არჩევანს. მინდა მე ჩემი ჯანმრთელობა რომ შევწირო ამ სიტუაციას ან ვიღაცას, ხო? თუ მე ვაგრძელებ გზას, თავისუფლდები და ვაახლებ ჩემს ენერგეტიკას და ენერგიას. ასე რომ აქ არჩვეულებრივი მომენტია, რომ მოიხსნათ ყველანაირი მიჯაჭვულობები, რაც გაგაჩნდათ აქამდე. ბოდიშით, მეგობრებო, მომიწევდა პაუზება.
ხო, ასე რომ ვისაც დამოკიდებულებები გაგაჩნდათ, ხო, ყველას გვაქვს ბუნებრივია, აი ახლა არაჩვეულებრივი მომენტია განთავისუფლების, ხო? შესაძლოა ვიღაცას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქონდა რაღაც ხარვისები. აი რაც არ უნდა იყოს, რა ასპექტიც არ უნდა იყოს, შემოდის ახალი ენერგიები თქვენს ჯანმრთელობის სფეროში და უკვე თქვენ იცით როგორ გამოიყენოთ, მაგრამ ბედნიერი ეპოქა იწყება აქ თქვენს ჯანმრთელობაში, რომ აი ისეთი ჯანმრთელობა გქონდეთ, როგორი ღირსიც ხართ, ხო? როგორის ღირსიც ხართ და როგორიცაც გინდათ რომ გქონდეთ. ახლა ეგ უკვე თქვენზეა და დამოკიდებული გამოიყენებთ ამას თუ არა და თუ კი როგორ. ასე რომ ეს ინფორმაცია არის აქ. ეს ისეთი მთავარი წამყვანი სფერო იყო აქ მეორე პოზიციასთან. კარგი, ახლა ვნახოთ ზოგადად, ხო? ზოგადად, რადგანაც ჩვენ აქ გვიჩვენეს, რომ ყველა სფეროს შეეხება ეს ბედნიერების ეპოქა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ყველა სფეროში იქნება აქ. ყველა სფეროში იქნება აქ სასიხარულო ეპოქალური მომენტები და ეპიზოდები. ზოგადად ეს ბედნიერების ეპოქა რას მოუტანს მეორე პოზიციას აქ მის ცხოვრებაში? საჩუქრებს, აი სურვილების დაოცნებების ასრულებას. სამყარო აქ მეორე პოზიციას ჩუქნის საჩუქარს, ახალ უცაბედ საჩუქარს. ასე რომ, ამ ბედნიერ ნოტაზე დავასრულებ. აღარც ვიკითხავ არაფერს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი, აი როგორი განცდა მაქვს, იცით, აი ვაიმე რა საყვარელობა ასე რო იტყვე. რაღაც აი ასეთი მოვლენები არის აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რაც არაჩვეულებრივია. კარგი, ვიკითხოთ რჩევა. როგორ გამოიყენოს ეს ბედნიერი ეპოქა მის ცხოვრებაში მეორე პოზიციამ და უბრალოდ ესეთი რჩევა, ხო, მეორე პოზიციისთვის. It will create a stir. There is good reason to be. ანუ აქ ორი გვერდი ამ ორ გვერდზე გადამეფურცლა, ამიტომ აქედან დავიწყოთ. There is good reason to be optimistic. ანუ აქ არაჩვეულებრივი მიზეზია, რომ ოპტიმისტურად იყოთ განწყობილი. ეჭვი არ მეპარება ამაში, ხო, ეს ტექსტი გვეუბნება, რომ არის ძალიან კარგი მიზეზი, რომ იყოთ ოპტიმისტურად განწყობილები და ეჭვიც არ მეპარება, ხო? აი არაჩვეულებრივი მიზეზი მართლაც, რომ რაღაც ოპტიმისტურად განეწყოთ. აქ არის რჩევა. კიდევ, ხო? იმოქმედეთ. არაჩვეულებრივი მომენტი არის თქვენთვის, რომ იმოქმედოთ. ბოდიშით მეგობრებო, მომიწია ისევ დაპაუზება, ცოტა ისეთ ვითარებებში ვარ. ხო, ესე იგი, რაზე გავჩერდით? რჩევა აქ მეორე პოზიციას იმოქმედეთ. თამამად იმოქმედეთ. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ლიდერი, სამყარო ჩუქნით შესაძლებლობებს, ჩუქნით ენერგიას, ყველაფერს აქ არის აიღე. მერე უკვე თქვენიცით. ხო? აქ ნუ შეეშინდება მეორე პოზიციას, რომ აი, როგორც ადრევ ცადე და არ გამომივიდა, აქ ყველაფრის მაფერხებელი და შემაფერხებელი არის მეორე პოზიციის პესიმიზმი და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა და ის, რომ აი აქამდე რაც გადამხდა, შესაძლოა ვიღაცებმა რაღაცას ცადეს და არ გამოვიდათ, ხო? და აი ეს იდეა, რომ აი აქამდე ვცადე და ახლა არ გამომივა, აი არ გინდათ ეს ყველაფერი, არამედ უბრალოდ ადექით და გააკეთეთ, იმიტომ რომ დროა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რომ აისროლოთ ოცნებები, მით უმეტეს სამყარო გეხმარებათ. ასე რომ წარმატებები აქ მეორე პოზიციას აუცილებლად დალაიქეთ, თუ ეს გაშლა მოგეწონათ, დაწერეთ უკავშირი. მე მსიამოვნებს თქვენი უკავშირების კითხვა და ყველაფერს ვკითხულობ და ვადევნებ თვალს. ასევე ვისაც ჯერ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო გაშლა იქნება გველის და კიდევ არის კიდეს და უფრო მეტიც იქნება. ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, მატრიცის სესიებზე. კონტაქტები ამიტევს ქვემოთ. კარგი. მოვამზადოთ მესამე პოზიციისთვის სცენა, ასე რომ ვთქვათ.
ცოტა მოგრძო კარტებია და რთულია შეხვა. წყალი დავლიო. და დავიწყოთ. მივესალმები მესამე პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერთა და ჯერ გამოვარკვიო, რომელი დასტა იქნება წამყვანი აქ მესამე პოზიციასთან. ეს დასტა მოვიტანე და საერთოდ არ გამომიყენებია და ვნახოთ ერთი. ოკეი, მე მგონი ეს დასტა მართლად მოვიტანე დღეს. ისევ ამ დასტას უნდა ჩვენთან საუბარი. კარგი, დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ. ვნახოთ რა ენერგიებში მყოფები. ახლა მესამე პოზიცია. თუ რეზონირდა უსმენ, აგრძელებ, თუ არ რეზონირდა სხვა პოზიციას ირჩევ. კარგი, ვნახოთ რა ენერგიებში. 10-იანი პენტაკლი. კარგი. კიდევ მაჩვენეთ რა ენერგიებში მყოფება ახლა მესამე პოზიცია, ხო? უფრო კონკრეტულები რო ვიყოთ. მესამე პოზიცია აქ არის რაღაც სტრატეგიულ ხოდებში და ფიქრებში. ფიქრებში როგორ იმოქმედოს, რა გააკეთოს, ხო, რაღაც ფიქრები და წინ განჭვრეტა, რომ აი რა გავაკეთო, როგორ ვიმოქმედო. შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული თანხებთან, ხო? არ არის აუცილებელი, უბრალოდ ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, ხო? უმეტესობას შესაძლოა აი უმრავლესობას უფრო სწორად აი კონდეს რაღაც ისეთი იდეები, რომ მოდი თანხებთან დაკავშირებულ თემებზე ვიფიქრებ, ან რა შემიძლია რომ გავაკეთო. შესაძლოა ვიღაცა გადასვლაზე ფიქრობს, მაგრამ მთავარი ენერგია აქ არის ფიქრი. ფიქრი რაღაცის კეთება ფიქრი, ხო? და ნუ კიდე რომ დავაკონკრეტეთ, აი რაღაცა მინდა გავაკეთო, მაგრამ ჯერ მოვიძიებ ინფორმაციას, ჯერ დავათვალიერებ, ჯერ შევისწავლი, ჯერ დავაკვირდები და მერე, ხო? აი რაღაცა ასეთი მდგომარეობა არის აქ. ესე იგი, აქ მესამე პოზიცია რაღაცებს იძიებს, აკვირდება, ფიქრობს, რომ რაღაც აი გაერკვეს, ხო? ასე გააკეთოს, ისე გააკეთოს, ამ გზას მიმართოს, იმ გზას მიმართოს, რომ ბევრი გაურკვევლობაა და რომ რაღაც ყველაფერი დაალაგოს თავ-თავის ადგილას. შესაძლოა ეს იყოს გარემო ფაქტორები, შესაძლოა ეს იყოს თვითონ მესამე პოზიციის შიგა ფაქტორები. ასე რომ თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რომელი უფრო აქტუალურია. თუ რეზონირდა, უსმენთ. ნახოთ ცხოვრების რომელ სფეროში დაიწყება ბედნიერი. აი მე ყველაფერი გადამოკა. ჩამოვარდა. ნახოთ. ესე გავაკეთებ, რომ არ გადამივარდეს. ნახოთ ცხოვრების რომელ სფეროში დაიწყება ბედნიერი და ნუ დაიწყება რა? დაიწყო, ასე იყოს. დაიწყო ბედნიერი ეპოქა მესამე პოზიციის ცხოვრებაში. მაღალი არკანით გვაჩვენეთ ეს სფერო. სასიყვარულო ურთიერთობები და ურთიერთობა თვითგანვითარება. ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები თუ ყველა სფერო ერთად. კარიერა, თვითგანვითარება. თვითგანვითარების სფერო. თვითგანვითარების სფერო. აქ არის ესეთი წამყვანი თვითგანვითარების სფერო. ოკეი, ეს ამ ერთ სფერო, ეს ერთი სფერო განვიხილოთ. თუ კიდე არის კარიერა, სამსახური. კარიერა სამსახურის თემაც საკითხიც შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ მთავარი ფოკუსი განვითარებაზე, თვითგანვითარებაზე. კარგი. დავიწყოთ, ხო? კარიერა სამსახურს. ნუ ამასაც დავტოვებ. დავიწყოთ, აბა ვნახოთ, რა ბედნიერი არის აქ, რა ბედნიერება არის აქ. თვითგანვითარების სფეროში, მესამე პოზიციასთან. მე ვიტყოდი აქ საკუთარ ფესვებთან დაბრუნება. აი რაღაც ასეთი ასოციაცია მომდის და შეგრძნებით, რომ აი საკუთარ ფესვებთან დაბრუნება ან საკუთარი ფესვების პოვნა. არ არის აუცილებელი ვიღაცეები, აი როგორ თქვა, ვიღაცეები, ასე ვიტყვი.
ვიღაცეები, ხო? შესაძლოა ფიზიკურად დაბრუნდნენ საკუთარ ფესვებთან. მაგალითად, ოჯახის წევრები მოინახულონ, ნათესავები, ახლო ადამიანები, ხო, ფიზიკურად. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს არ იყოს ფიზიკური დონე, არამედ უფრო მეტად რაღაც ღრმა სულიერი განცდა, ღრმა სულიერი კავშირი წინაპრებთან. ეს შეიძლება ბედის მატრიცის მეშვეობით მოხდეს, ხო? მაგალითად, იქ ბედის მატრიცაში გვაქვს ჩვენ დედის ხაზი, მამის ხაზი და ჩვენი წინაპრების ისტორია და კარმა. არის ამავდროულად ჰელინგერის სისტემური განლაგება. ესეც შესაძლოა იყოს, იქაც შეგვიძლია ჩვენ განვიცადოთ ძალიან ისეთი ღრმა კავშირი ჩვენს წინაპრებთან და დავამუშავოთ რაღაც საკითხები. ზოგი უბრალოდ, აი, რაღაცას კითხულობს, ხო, ან რაღაცას ჩაფიქრებულია და უცებ მოდის რაღაც პასუხი, ხო, ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბევრნაირი ალტერნატივა შესაძლოა შემოგთავაზოთ ახლა მე თქვენ, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ მესამე პოზიცია გრძნობს და ხვდება, რასაც გულისხმობ აქ, ხო? აი, კავშირი საკუთარ ფესვებთან, წინაპრებთან, ოჯახის წევრებთან, მაგრამ ეს ძალიან სიღრმისეული პროცესია, რაღაცა ისეთი სიღრმისეული, რაც თქვენ გეხმარებათ და ზეგავლენას ახდენს თქვენს ახლანდელ ცხოვრებაზე. თითქოს ეს რაღაცა ისეთია, რაც გაძლევთ მიმართულებას, თუ რა მიმართულებით წაიყვანოთ თქვენს ცხოვრება, რა მიმართულებით წახვიდეთ, ან რა გზას დაადგეთ, ხო? აი, ძალიან ღრმა ფილოსოფიური საკითხია აქ, ასე ვიტყვი. და ბევრი შემიძლია მე ამაზე ვისაუბრო და არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ გზზე გამეწელება მაშინ ის გაშლა, ხო? მით უმეტეს საჯარო გაშლა. ესე იგი აქ ძალიან ისეთი სიღრმისეული, კი, აი რაღაც იმ საკითხების მოხსნა, რაც თქვენ გაფერხებდათ თქვენ ცხოვრებაში, ხო? და ეს შესაძლოა ზოგისთვის ეს იყოს კონკრეტულად დედასთან დაკავშირებული საკითხები, ქალებთან დაკავშირებული საკითხები თქვენს საგვარეულოში. ძალიან სიღრმისეული საკითხები, რაც გაფერხებდათ თქვენს წინსვლაში. და აი ასეთი სახის ვითარება პლუს რა თქმა უნდა აქ მესამე პოზიცია თვითონაც ვითარდება ეცნობა აი თან თვითგანვითარებაზე ხო რა კარტი დაგვიშთა სამიანი პენტაკლი რა არის ეს ვიღაცას მივმართეთ ან რაღაციდან ავიღეთ ინფორმაცია ხო ეს შეიძლება იყოს ამოვიკითხეთ რაღაც ინფორმაცია ან ვინმე სპეციალისტს მივმართეთ და იმან მოგვაწოდა ინფორმაცია ან ვინმესთან საუბარში მივიღეთ ინფორმაცია ხო აი ეს არის აქ რაც განვითარებს რასაც მივყავართ წინ მაგრამ რაც სიღრმისეულად აი როგორ თქვა ჩვენს სახეს და ჩვენს ფოკუსს რთავს აი ამ მონაკვეთზე შესაძლოა ეს იყოს ჩვენი ბავშვობის მომენტი ხო მაგალითად მე ჩემს ბავშვობაში რაღაც განვიცადე და აჰა ესე იგი მიტომ აქვს ესეც შესაძლოა იყოს მაგრამ აი ოჯახი და წინაპრების თემა ძალიან აქტუალურია ასე რომ აი ამ კონტექსტით არის ეს ინფორმაცია აქ მესამე პოზიციასთან. ნუ რეკომენდაცია მესამე პოზიციას აქ რეკომენდაცია. არ შეგეშინდეთ, ხო? არ შეგეშინდეთ ამ ინფორმაციის, ნუ შეუშინდებით ეს პირიქით დაგეხმარებათ, რომ წახვიდეთ წინ და მოიხსნათ რაღაცის სიმძიმე, რასაც დღემდე თან ატარებთ. რომ განთავისუფლდეთ და უფრო შეიმსუბუქოთ თქვენი გზა. ასე რომ ეს არაჩვეულებრივია, ძალიან ძლიერი არკანები, კარტები ამოვიდა თვითგანვითარების სფეროში აქ მესამე პოზიციასთან, ასე რომ ნუ შეუშინდებით ამას. ძალიან მაგარია ეს ინფორმაცია. ოკეი, კარგი. ეს ერთი. ესე იგი, ახლა განვიხილო კარიერა, სამსახური თუ ფინანსები. თუ წავიდეთ ზოგადზე, ზოგადზე წავიდეთ, ზოგადზე. ოკეი, წავიდეთ მაშინ ზოგად ინფორმაციაზე ჩვენ. ზოგადად, ხო? ნუ ესეც არ გვინდა პრინციპში. ზოგადად კიდევ რა სასიხარულო, რა სასიხარულო ეპოქა, რა სასიხარულო იქნება კიდევ აქ მესამე პოზიციის ბედნიერ ეპოქაში. ინსპირაცია, мотивация,
შთაგონება რა მიმართულებითაც თქვენ იბრძოლებთ, გექნებათ სურვილი რაღაცების გაკეთების, ხო, ქმედების. აქ შემოქმედებითობა, მეტი კრეატიულობა, ინსპირაცია, მანიფესტაცია, რაც გაძლევთ იმ ენერგიას, რომ აი ეს მინდა, ამის მიმართულებით გავაკეთებ რაღაცებს. ხო, ეს იქნება აქ რაღაც ისეთი შესაძლებლობები, კი, ისეთი შემოთავაზების შესაძლებლობები, რაც თქვენ მომენტში შემიძლია რაღაც თვალებს აგიხილთ რაღაც სიტუაციებზე და თქვენ დაინახავთ, როგორ იმოქმედოთ და როგორ ჯობია თქვენთვის. კიდევ რას მოუტანს ეს ბედნიერების ეპოქა მესამე პოზიციას? ფენიქსივით აღდგებით, საერთოდ ახალი ენერგიით, სადაც აბსოლუტურად უფრო მეტი შინაგანი ძალა გექნებათ, უფრო მეტი უნარი, რომ რაღაცები ააშენოთ თქვენ ცხოვრებაში, რაც ცნობობდით აქამდე, ხო? ან გააგრძელოთ იმის მშენებლობა, რისი რესურსით შესაძლოა არ გქონდათ, ან არ გაგაჩნდათ, ხო? ენერგია იცვლება აქ მესამე პოზიციასთან. ტოტალურად განახლებულები მოდიხართ, თქვენ ხდებით უფრო მეტად გრძნობიარეები, თქვენს ინტუიციის მიმართ, სამყაროს ენერგიების მიმართ, უფრო მეტად სულიერად ვითარდებით. რაც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ უფრო წინ წახვიდეთ თქვენ ცხოვრების გზაზე, ხო? უფრო პიროვნულად, უფრო გაიზარდოთ. რაც ბუნებრივია შემდგომ გამოიწვევს ვითარებას და განვითარებას ყველა სხვა დანარჩენ სფეროშიც. ესე რომ, არჩეულებრივია. მთავარი წამყვანი აქ არის თვითგანვითარების სფერო. მესამე პოზიციასთან, ეს არის უმთავრესი, ხო? არის კიდე რამე ინფორმაცია აქ მესამე პოზიციასთან. თუ არ დამეჩაგროს მესამე პოზიცია, არის კიდე რამე აქ ინფორმაცია. განთავისუფლდით ძველი ტვირთისგან და ზოგადად იმ ტვირთისგან, რასაც ეჭიდებით, ახლა იქნება ეს ფიზიკურად თუ შინაგანად, აიღეთ რაღაც time-out-ი, რომ დამშვიდდეთ, შეჩერდეთ, მოусმინოთ საკუთარ თავს და შინაგან გრძნობებს. გახსნათ თქვენი ინტუიცია, რომელიც გიძაღით, რომ შემომხედე, აქა ვარ, მომისმინე. ასე რომ მოусმინეთ საკუთარ თავს და გახსენით თქვენი გული და ინტუიცია. და იქნება ყველაფერი. უფრო მეტი სულიერება, ხო? უფრო მეტი სულიერი განვითარება, უფრო მეტი სულიერი ღიაობა და მიმღებლობა. და აუცილებლად არჩეულებრივი ცვლილებებია მესამე პოზიციასთან. კარგი რჩევა ზოგადად, ხო, რჩევა დარიგება მესამე პოზიციისთვის. Be patient, იყავი მომთმენი, ხო? იყავი მომთმენი. ეს ყველაფერი სწრაფად, რა თქმა უნდა, არ ხდება. ბუნებრივია, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ რაღაც ასპექტები არ დაგავიწყდეთ, რომ უბრალოდ დრო ჭირდება, ხო? შესაძლოა რაღაცას უბრალოდ ჭირდებოდეს დრო. იქნება ეს პროექტი, იქნება ეს ურთიერთობა, თუ კიდე რაღაც სხვა. უბრალოდ ჭირდება დრო. არ დააძალოთ, არ დაისტრესოთ. უბრალოდ მიეცეთ დრო. საკუთარ თავს და სიტუაციას. აუცილებლად ყველაფერი გამოვა. ეს იყო ინფორმაცია მესამე პოზიციისთვის. მადლობა ყველას, ვინც მოისმინა ეს გაშლა, უყურა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბედის მატრიცის კონსულტაციებზე ჩემთან. ინფორმაცია მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. წარმატებებს გისურვებთ.